მედია ჩარკვიანისა და ილია ზაქარიაძის ქმედებით სახელმწიფოსთვის მიყენებულია 86,663 მიასედი ლარის ოდენობის ზიანი, რაც ანაზღაურებული არ არის წერია სასამართლო განჩინებაში, რომელიც 19 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელს მედია ჩარკვიანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 12,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 19 თებერვალს გამართულ პროცესს მხოლოდ 3 ბრალდებული დაესწრო. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თექევინ შაათის დირექტორს ჰალილ ექშის პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. 4 ბრალდებულიდან სასამართლოს თომას არ ესწრებოდა მხოლოდ თურქეთის მოქალაქე ჰალილ ექში. მოსამართლე ბეჟანიშვილის განჩინებით გიორგი ოდიშვილის აღკვეთი ღონისძიებაც შეერჩა 20,000 ლარი გირაო, მედია ჩარკვიანს 12,000 ლარის ოდენობის გირაო, ხოლო თურქეთის მოქალაქე ჰალილ ექში კი დაუსწრებლად იქნა დაპატიმრებული. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ თეატრის რეაბილიტაციის არაჯეროვნად განხორციელების საკითხზე მედია ჩარკვიანმა უწყებას წერილობით 3-ჯერ მიმართა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თეა ვადაჭკორიას ინფორმაციით, სამინისტრომ შიდა მოკვლევა დაიწყო პარალელურად თეატრის დირექტორმა კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ვადაჭკორიას განმარტებით ბრალის დამტკიცებამდე დირექტორის უფლებამოსილების საკითხი არ განიხილება. სამინისტროში მოწოდებული კორესპონდენციების თანახმად დაიწყო საქმის წარმოება შიდა აუდიტმა, მაგრამ მედია ჩარკვიანმა პარალელურად მიმართა ამ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის სასამართლოს და ფინანსს და პოლიციას. დაიწყო რა საქმე ფინანსს და პოლიციამ, ანუ აღიძრა რა იქ საქმე, შესაბამისად სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეჩერებინა შიდა აუდიტის დეპარტამენტს საქმის წარმოება. კანონმდებლობის თანახმად, სანამ არ მოხდება ბრალის დამტკიცება, სამსახურიდან გათავისუფლება არ ხდება. კანონი არ ითხოვს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას, სანამ არ მოხდება სასამართლოს მიერ ბრალის დამტკიცება. თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი არ არის აიპი, შესაბამისად იქ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი დირექტორია, აცხადებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი. ეს ცალკეებდება, რომელიც თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფს სამსახურების ჩატარებას. მონოვრიეს იმ ხალხის მოვლენა, ვინც ერკვევა ამ სიტუაციაში რა არის და როგორ არის ყოველ შემთხვევაში, თვითონ მიმართა მან, ეხლა ნიშნავს იმას, რომ ის იყო დაწუნებული რაღაცა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წლის ბოლომდე თოჯინების თეატრის განმეორებით შემოწმებას გეგმავს. თემაზე საუბარი დღეს თეატრის დირექტორმა მედია ჩარკვიანმა და მისმა ადვოკატმა არ ისურვეს.